აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ზუგდიდის მერს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაეცვა იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობა მნიშვნელოვანია დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ლაშა ქარდავა ზუგდიდის მერთან ერთად სამედიცინო ცენტრ დიომედის ზუგდიდის ფილიალსაც ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახულდა 2025 წლის გეგმებზე და საერთო პროექტებზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ზუგდიდია ნამდვილად. მადლობა მინდა გადაუხადო გულთბილი შეხვედრისთვის. განვიხილეთ 2025 წლის გეგმები, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ ჯანდაცვითი და სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები. ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა მიმართულება, ვინაიდან ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სიმრავლით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის და მნიშვნელოვანია ის კარგი ურთიერთობა, რომელიც ტრადიციულად არის სამინისტროსთან. მოვიხილეთ თანამშრომლობის არსებული ეტაპი და დავიგეგმეთ 2025 წლის თუ ერთობლივად რა ღონისძიებები შეგვიძლია გავატაროთ და პროგრამულად როგორ შევავსოთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.